მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლობა არხის კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, გამოწერისთვის და მე გავაჟღერებ სასიამოვნო სიახლეს თქვენთვის. რამოდენიმე ქალბატონი აქტიურობს კომენტარებში და მეც მინდა მათ მიერ გამოვხატო, მათი მისამართით გამოვხატო მადლიერება და მე მათ უსასყიდლოდ გავუკეთებ გაშლას მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხს. და უკვე მყავს შერჩეული რამოდენიმე ქალბატონი და მე მათ კომენტარს მივუწერ ჩემს საკონტაქტო ნომერს და მომწერეთ WhatsApp-ზე, მითითებულ ნომერზე და მე თქვენ გაგიკეთებთ უფასოდ საჯარო გაშლას ერთ კითხვაზე პასუხს. ეს იქნება ჩემი მხრიდან მადლიერება და სიყვარული თქვენს მიმართ. და ასე ყოველ კვირა შევარჩევ ერთ ადამიანს. ახლა კი მინდა თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა თემით რის თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. თქვენთვის რა აქვს სათქმელი და რის თქმა სურს. რას გეტყოდათ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ნახოთ ორ ვარიანტზე. პირველი ვარიანტი. ნახოთ ჯერ პირველი ვარიანტი. ამ ურთიერთობაში ძალიან დაიღალეთ. ეს იყო ურთიერთობა, სადაც ყველაფერი გააკეთეთ ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად. თუმცა, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ცოტა ბავშვივით იქცეოდა, რომელმაც არ იცოდა ზუსტად რა და როგორ სურდა. ამ დროს თქვენ ხართ ჩამოყალიბებული, რესურსული, საკმაოდ ლამაზი, ძლიერი ქალბატონი. და ეს ადამიანი თქვენთან შედარებით ძალიან პატარაა. შეიძლება ასაკობრივი სხვაობაც იყოს, თუმცა მე ასაკობრივ სხვაობას არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს ადამიანი მოიქცა ბავშვივით ამ ურთიერთობაში. თქვენ ძალიან ბევრს გაიღებდით ამ ურთიერთობისთვის, ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად, როცა ამ ადამიანს ისიც კი არ ჰქონდა გააზრებული, რა სურდა ამ ურთიერთობისგან და საერთოდ თქვენგან. ნახოთ კიდევ სიგნიფიკაციას დავუმატებ ურთიერთობის. ამ ადამიანს სურდა მსუბუქი ურთიერთობა, სადაც ხშირი შეხვედრები იყო სასიამოვნო საღამოები, თუმცა მას არ სურდა აეღო პასუხისმგებლობა. ახლა ვნახოთ, რის თქმა სურს ამ ადამიანს, რას გეტყოდათ თქვენ. ეს ადამიანი მინდა გითხრათ, რომ გრძნობს თავის უპასუხისმგებლობას ამ ურთიერთობაში, აღიარებს თქვენს ქალურობას, სექსუალურობას, ქარიზმას, აღიარებს თქვენს მომხიბლელობას, გაღიარებთ როგორც შემდგარ ყოვლისშემძლე ქალბატონს, რომლის მიმართაც არც ერთი კაცი გულგრილი არ დარჩება. რას გეტყოდათ ეს ადამიანი?
რომ შეეძლოს, რას გეტყოდათ ეს ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ დასრულებულია ეს ურთიერთობა, შენ ჩემ თვალში რჩები ყოველმხრივ რესურსულ, ლამაზ, მშვენიერ ქალბატონად, რომელიც არამხოლოდ ქალი, როგორც არამხოლოდ ქალი, არამედ როგორც კარგი მეგობარი. დავკარგე და მე ამას ძალიან განვიცდი. ეს ადამიანის სიტყვებია, რაც მას სურს რომ გითხრათ. მე გაღიარებ როგორც ლამაზ, შემდგარ, სექსუალურ ქალად, ასევე ძალიან კარგ, გულწრფელ და საუკეთესო მეგობრად. შენ ხარ ქალი, რომელსაც არც ერთ სიტუაციაში არაფერი არ ეშლება. შენ ხარ ქალი, რომელიც არის გამორჩეული, როგორც მეგობარი, როგორც ქალი და როგორც დედა. ეს ადამიანი გხედავთ თქვენ წარმოუდგენი ხართ მას, როგორც დედა, არა პირდაპირ გაგებით, როგორც თავისი შვილების დედა. არ ვიცი, შეიძლება ეს თავის თავში ფიქრობს და ოცნებობს მაგაზე, ან ოცნებობდა. მე ამ ადამიანის სიტყვებს ვუტრირებ ახლა. კიდევ რას გეტყოდათ ეს ადამიანი? ეს ადამიანი ამბობს, რომ მას არ შეუძლია მოქმედება ახლა, თუმცა მას ძალიან სურს თქვენამდე მოსვლა და მას უშლის თქვენთან მოსვლაში ხელს გარემოებები და ასევე სიბრაზე და ეს სიბრაზე გამოწვეულია იმ კონფლიქტით, რაც მოხდა თქვენს შორის. რას გეტყოდათ პირველებო? რის თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთვის? რის თქმა სურს? საშინლად ნანობს, განიცდის, ღამეები არ სძინავს მას. აი იმაზე ფიქრით, რომ თქვენთან მოსასვლელი გზა აქვს მოჭრილი. ის განიცდის იმას, რომ დაკარგა ასეთი რესურსული ქალი, სადაც თავს გრძნობდა ნამდვილ მამაკაცად და მას თქვენთან სიახლოვის განცდა, კომფორტის განცდას უტოვებდა. მას დღემდე აქვს აი ეს კომფორტის თქვენ, როდესაც გიხსენებთ, მას ახსენდება აი ეს კომფორტი, რაც ჰქონდა თქვენთან. არ ვიცი, ასე მოდის. რას გეტყოდათ კიდევ? რას გეტყოდათ? იმდენად ტკბილი ენერგიები გაქვთ მისთვის, იმდენად ემოციურ ქალბატონად აღგიქვავთ, რომ ეს ტკბილი ემოციები დასათმობად მას ძალიან ენანება. გეტყოდათ, რომ თქვენ ხართ ძალიან ემოციური, საყვარელი, ყოველმხრივ შემკული ქალი, მაგრამ იდუმალი, რომელმაც ყველაფერი საუკეთესო ანახა ამ ცხოვრებაში, მაგრამ ის ნანობს იმას, რომ თქვენ ვერ მოგცათ ის, რასაც თქვენ რეალურად იმსახურებდით. ეს გახლავთ პირველი ვარიანტი, მე გავაჟღერე მისი სიტყვები, რაც სურს რომ გითხრათ და პირველებო დაგემშვიდობებით და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, მეგობრებო. ნახოთ. მეორე ვარიანტი.
მეორე ვარიანტი. რის თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთვის. მეორე ვარიანტი. რის თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს, რას გეტყოდათ ის ახლა რომ შეეძლოს. ნახოთ სიგნიფიკაცია ურთიერთობის. მეგობრებო, აქ არაგულწრფელი სიტუაცია იყო, რამაც გამოიწვია დაშლა თქვენი ურთიერთობის. აქ იყო რაღაც ტყუილი, რამაც გამოიწვია ეჭვიანობა. რომელიღაცა თქვენგანი იყურებოდით სხვა მხარეს. შეიძლება იყო სხვა ადამიანი და ერთ-ერთმა თქვენგანმა შენიშნა ეს, რამაც გამოიწვია ეჭვიანობა და მოხდა ურთიერთობიდან წასვლა. აქ მე ვხედავ ტყუილს. ეს ადამიანი საკმაოდ ცეცხლოვანი ადამიანია, შეიძლება ამ ადამიანს აქვს თავისი საქმე, შეიძლება წარმატებული ადამიანია, მაგრამ აქ ურთიერთობაში მე ვხედავ არაგულწრფელ სიტუაციას. რას გეტყოდათ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ახლა რომ შეეძლოს? ეს ადამიანი თქვენ რას გეტყოდათ და ამბობს ეს ადამიანი, რომ თქვენ შორის დაძაბულობა გამოიწვია გაურკვევლობამ, ბუნდოვანებამ. შეიძლება ეს ადამიანი ამბობს, რომ აი ეს არაგულწრფელი დამოკიდებულება, რაც გგონიათ რომ იყო, ეს არის უბრალოდ ილუზია. შეიძლება ეს ადამიანი ამბობს და გიყვებათ და ამ ადამიანს სურს გითხრათ ის, რომ გაურკვევლობაა და არა ტყუილი ეს ყველაფერი. ამ ადამიანს დიდი სურვილი აქვს, რომ მოусმინოთ და გაერკვეთ აი ამ სიტუაციაში. რის თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს კიდევ თქვენთვის. ძალიან ენატრებით. ეს ადამიანი ამბობს, რომ ენატრებით, მისთვის მიუწვდომი, მიუხედავად იმის, რომ თქვენ მისთვის ხართ მიუწვდომელი, როგორც ვარსკვლავი, შორს ხართ მისგან. ის ამბობს, რომ შეეცდება მოგიპოვოთ ხელახლა. საკმაოდ ამბიციურ მამაკაცს ვუყურებ მე ახლა და ამჟამად და თუ რეზონირდება ეს, დამწერეთ კომენტარებში, საინტერესოა. ამ ადამიანს აქვს მონატრება თქვენთან განვლილი წუთების, მომენტების და გიხსენებთ როგორც შორეულ მიუწვდომელ ოცნებას. რის თქმა სურს კიდევ თქვენ. ეს ადამიანი ფიქრობს და ამბობს და სურს გითხრათ კიდევ ის, რომ თქვენ წახვედით რაღაც არარეალურის გამო, რაც სინამდვილეში სიმართლეს არ შეესაბამება. თქვენი მხრიდან იყო ეჭვიანობა, მეგობრებო, დამიწერეთ კომენტარებში. რის თქმა სურს ამ ადამიანს კიდევ თქვენთვის.
ეს ადამიანი გეუბნებათ, რომ თქვენ ხართ მისთვის მთელი სამყარო. ეს ადამიანი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ოცნებობდა ასეთ ქალზე, როგორიც ხართ თქვენ. და ეს ადამიანი არ აპირებს დანებებას და ამბობს, რომ მე აუცილებლად მოვალ შენამდე. და ის აუცილებლად გამოვა თქვენთან კონტაქტზე უახლოეს მომავალში, შეიძლება ტელეფონით ან ინტერნეტით. კიდევ რის თქმა სურს ამ ადამიანს და დავასრულოთ. ეს ადამიანი ამბობს, რომ მე არ დავთმობ აი იმ კომფორტს და იმ სიყვარულს, რაც მე მონიჭებული მაქვს, მიუხედავად დიდი ტკივილისა, მე ვისწავლე აი ამ განშორების დროს, მე ვისწავლე, რომ დავაფასო ის, რაც მქონდა და ძალიან მინდა და მსურს, რომ დავიბრუნო ის უკან. გამოვა კონტაქტზე, ახლა გამიჯდა. კითხვა ასეთი. დიახ, მეგობრებო, ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე. შეიძლება თქვენთან სამსახურში მოვიდეს, ან სამსახურში ყოფნის დროს თქვენ მიიღოთ მისგან შეტყობინება ან ზარი. ის ადამიანი გამოვა კონტაქტზე. მას ძალიან ბევრი რამ სურს, რომ გითხრათ და გული გადაგიშალოთ. მადლობა დიდი მეორეებო და მე კომენტარებში ველი თქვენს უკუკავშირს და მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით. მადლობა.